და ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთ თემას ჩავწერთ. მე რაღაც ისეთ ხასიათი რომ გონი კიდევ ჩაგიწერთ. ნახოთ აბა უყართ თუ არა მას ხომ ჩაიფიქეთ თქვენი სახელი გვარი დაბადების წელი თუ რიცხვი, მისი სახელი გვარი დაბადების წელი თუ რიცხვი. ნახოთ საჯარო გაშლა უყართ თუ არა მას. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგცეთ მომავალში ჩემი გაშლები და ინფორმირებული იყოთ ჩემი გაშლების ატვირთვის შესახებ. და გამიხილოთ უყართ თუ არა მას. ნახოთ უყართ მას თუ არა. უყართ თუ არა მას. ნახოთ. რა გავაკეთო? წეგან ხო ეს იყო, ხო ავჭიხე ფონად იყო ეს და ამოდის პირველი არკანი ეს. ნახეთ თქვენ რამბაობა, ხედავთ. ყურებშენ რა ხდება აქ. საგი ფონად ყოფი ჩვენთვის ხმლების რაინდი. გვეუბნება რომ ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა სწრაფად, იმპულსურად, ესე ვთქვათ, ხშირად გადაწყვეტილებებზე რაც მიღებული აქვს და რასაც იღებს ზოგადად თემართებაში ბოლომდე არ ფიქრობს, ანუ მისი მოქმედებები ასე ვთქვათ ემოციებზე წინ დგას და ეს გარკვეულ გაურკვევლობას ქმნის, ხო? პირველი ხაზი არის 7-იანი პენტაკლები, ფორტუნის ბორბალი და 4-იანი კვერთხები, ესე იგი მისი გზნობები ნელ-ნელა ყალიბდება თქვენ თემართებაში, რაც დროში არის გაწერილი 7-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე. ფორტუნის ბორბალი მიგვიწევს თქვენი შეხვედრა, ასე ვთქვათ, შემთხვევითი არ იყო, უნდა მომხდარიყო ეს აუცილებლად და ეს არის ასე ვთქვათ, ბედის მიერ თქო ჩაფიქრებული მართული ურთიერთობა, ხო? 4-იანი კვერთხები კი ამ ხელს ასე ვთქვათ სურვილს, რომ ეს კავშირი სიხარულსა და სტაბილურობაში გადაიზარდოს რეალურად, ხო? დამატებითი არკანები, რაც ქვემოთ გვაქვს მოცემული კვერთხების პაჟი და 4-იანი პენტაკლები, გვეუბნება რომ თქვენს მიმართ აქვს ადამიანს აშკარად ცნობის მოყარეობა და მიზიდულობა, თუმცა ხშირად ბავშვური ენთუზიაზმით გიჩვენებთ ამ თავის გზნობებს და ემოციებს, ხო? 4-იანი პენტაკლები კი გვიჩვენებს რომ საკუთარ ემოციებს, ესე ვთქვათ, იკავებს საკუთარ თავში, იჭერს, გულს ბოლომდე არ გიხსნით და ცდილობს აკონტროლოს თქვენთან მიმართებაში, რაც გააჩნია ემოციები და გზნობები, ხომ? ანუ არავლეს მათ ბოლომდე. შემდეგ კი საბოლოო ჯამში სრულდება ჩვენი გაშლა სულელის არკანით. საბოლოოდ ესე ვთქვათ, მასში არის სიმპათია და სურვილი, მაგრამ სიყვარული ჯერ კიდევ ესე ვთქვათ აი ამ არკანიდან გამომდინარე სერიოზულად არ არის ჩამოყალიბებული, ანუ მასში ხვდებით, ანუ ეს ურთიერთობა უფრო თავგადასავლად აღიქმება მის მიერ და არა როგორც პასუხისგებლობა, რომელიც შეიძლება საომავლოდ, ასე ვთქვათ, სერიოზულობაში გადაიზარდოთ. ნუ ეს ჯერჯერობით ამ მომენტისთვის ესეთი მდგომარეობა, ხო? ანუ მას ნამდვილად აქვს თქვენთან მიმართებაში მიზიდულობა, გზნობების, ასე ვთქვათ, ნაპერწკალიც გააჩნია თქვენს მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე მისი დამოკიდებულება უფრო სპონტანურია, ვიდრე ასე ვთქვათ, ღრმა სერიოზული გზნობა, ხომ? ეს ჯერჯერობით დღესდღეობით აი ესეთი მდგომარეობა. თუ მოგეწონათ ჩემი ეს გაშლა გზნობებთან მიმართებაში, ვინც ამოიცანით საკუთარი თავი, არ ვიცი, მოკლედ ყველას მოგიწოდებთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგცეთ ჩემი შემდგომი გაშლები. ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე გეხმარებათ ჩემი გაშლები ინფორმაციის მიღებაში, ხომ? მოკლედ ეს იყო დღესდღეობით გზნობებზე, რაც შეიძლება ვთქვათ მისი მხრიდან. ნუ ასეთი მდგომარეობა. მშვიდობით, ჩემო ძვირფასებო.